ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში ირაკლი კობახიძეს ტაშკენტში 1 საათში ელოდებიან. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა უზბეკეთის პრეზიდენტთან, პრემიერთან, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერთან და სენატის თავმჯდომარესთან. ტაშკენტში საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართება. პრემიერი უზბეკეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. უზბეკეთის დედაქალაქ ჩავთვალთ ახლა პირდაპირ ეთერში, სადაც მარიამ კოპალეიშვილი იმყოფება. ის ვიზიტის დეტალებს მოგიყვება, გისმენთ მარიამ. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში ოფიციალურად დაიწყო, საკმაოდ დატვირთული იქნება ირაკლი კობახიძის დღის წესრიგი. ის შეხვდება პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, ასევე საკანონმდებლო ორგანოს პალატის სპიკერსა და სენატის თავმჯდომარეს, ასევე ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს მთავრობათა შორისი კომისიის რიგით მე-10 სხდომაზე. ვიზიტის დეტალებზე საუბრობენ დელეგაციის წევრები, რომლებიც განსაკუთრებით ხაზს უსვამენ ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობას, შუა დერეფნის როლს და ასევე ცენტრალურ აზიასთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივას. უზბეკეთთან ეკონომიკური ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დინამიურად იზრდება ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო და გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ჩვენ ორ ქვეყანას შორის პოტენციალი ჯერ კიდევ არ გვაქვს სრულად ათვისებული, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, იმისთვის რომ მაქსიმალურად მოახდინოთ ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისება. საინტერესოა უზბეკეთი ზოგადად ქართული კომპანიებისთვისაც, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი ეკონომიკა, ქვეყანა, რომელიც თითქმის მილიონი ადამიანით იზრდება წელიწადში, აქედან გამომდინარე ქართულ კომპანიებს აქვს დაინტერესება უზბეკეთის ბაზარზე შესვლის. ფიქრობ, რომ ეკონომიკური კომისიის ფარგლებში მოგეცემა საშუალება და ხელშეუწყობთ ქართული კომპანიების გაფართოებას უზბეკეთის ბაზარზე, ასევე ვისაუბრებთ იმ მიმართულებებზე, რომელიც ხელშეუწყობს ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას, სავაჭრო ურთიერთობების ზრდას, ინვესტიციების მოზიდვას და ასევე რა თქმა უნდა ტურიზმის და ტრანსპორტის სფეროების წახალისებას. უმაღლეს დონეზე ვიზიტის განხორციელება პირველ რიგში იმისკენ არის მიმართული, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მოხდეს იმ საკითხების წინ წამოწევა, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით, ის პოტენციალი, რაც ცენტრალური აზიის ქვეყნებში და ამ შემთხვევაში უზბეკეთში არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესოა, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავმართოთ ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რაც შესაძლებლობას მისცემთ სხვადასხვა სექტორის მინისტრებს, სხვადასხვა მიმართულების მინისტრებს ურთიერთ შეთანხმებით და ურთიერთ დიალოგის საფუძველზე მოახდინონ იმ თემების იდენტიფიცირება, რაც მნიშვნელოვანია მომავალში ურთიერთობების გასაღრმავებლად. რა თქმა უნდა, იქნება დიალოგი პოლიტიკურად ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც საერთაშორისო დღის წესრიგში დგას. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ეკონომიკის, საგარეო საქმეთა, ინფრასტრუქტურის, სპორტისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, ასევე დელეგაციის შემადგენლობაშია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც. მადლობა მარიამ კოპალეიშვილი იყო პირდაპირ ეთერში. თეთრ-სახლში დაადასტურეს, რომ ამერიკამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემა შეაჩერა. ინფორმაცია CNN თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. მანამდე ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბუშის დროს რუსეთმა წაიღო საქართველოს ობამას დროს ყირიმი, მისი მმართველობის პირობებში კი მსგავსი არაფერი მომხდარა. ტრამპმა ასევე თქვა, რომ სჯერა რუსეთს სურს გარიგება და დარწმუნებულია, რომ ეს არის უკრაინელი ხალხის სურვილიც. განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა მშვიდობის მომხრეა და ამ პროცესში ისევ ამერიკის მხარდაჭერის იმედი აქვს. ლიკა ალელიშვილი მუშაობს ამ თემაზე, ის ახლა კურიერს შემოუერთდება. ლიკა, ეთერში ხარ. თამარ, ამერიკის 47 პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მნიშვნელობაზე, თუმცა ჩვენთვის აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტობის მეორე ვადის შემდგომ დონალდ ტრამპმა პირველად ახსენა ჩვენი ქვეყანა, როგორც ამერიკის 47 პრეზიდენტმა განაცხადა ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს, რუსეთმა წაიღო საქართველოს, ობამას პრეზიდენტობის დროს მოახდინა ყირიმის ოკუპაცია, ბაიდენის პრეზიდენტობის დროს მოახდინა სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინის
ტერიტორიაზე, თავად ტრამპის პრეზიდენტობის დროს კი მსგავსი არაფერი გაუკეთებია არც პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს და არც მეორე ვადით. რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს, რა თქმა უნდა, მედიამ დაუსვა კითხვები დონალდ ტრამპს ამ საკითხებთან დაკავშირებითაც, როგორც ამერიკის 47 პრეზიდენტი ამბობს, მას ის დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინს ნამდვილად სურს მშვიდობა, რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ პრეზიდენტობამდე ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ გაიმეორა და თქვა, რომ ტანგოს ცეკვა სჭირდება ორი ადამიანი, სწორედ ამიტომ ამერიკის 47 პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეთანხმება უნდა დაიდოს სწორედ რუსეთსა და უკრაინას შორის. ამასთან ერთად დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის და მას არ სურს მშვიდობა. პრეზიდენტ ბუშის პირობებში რუსეთმა წაიღო საქართველო, ასე არ არის? პრეზიდენტ ობამას პირობებში მათ მიიღეს წყალქვეშა ხომალდების მშვენიერი დიდი ბაზა, მიწის დიდი მონაკვეთი, სადაც წყალქვეშა ხომალდები აქვთ. იცით ასევე ყირიმი. პრეზიდენტ ტრამპის პირობებში მათ არაფერი წაუღიათ და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პირობებში შეეცადნენ მთელი უკრაინის წაღებას. მე რომ თეთრ სახლში არ დაუბრუნებულ ვიყავი, ისინი ამას წაიღებდნენ. მე უკრაინას მივეცი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, დავუწესე სანქციები რუსეთს, მივეცი ჯაველინები, რომლებიც ტანკებს გააუვნებელყოფენ. ეს ტანკები კიევისკენ მიემართებოდა, ასობით ტანკი, რომელთა შეჩერებაც შეუძლებელი იყო. პუტინი თავად გეტყოდათ, რომ ეს მათთვის კარგი არ ყოფილა. ჩვენ ჯერ არ განგვიხილავს უკრაინისთვის დახმარების შეჩერება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რაც შემდგომ მოხდება. ბევრი რამ ხდება ახლა, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ. შემიძლია გაგცეთ პასუხი. შემდეგ კი დავბრუნდეთ ჩემს კაბინეტში, ჩემს ოვალურ კაბინეტში და აღმოვაჩინო, რომ ეს პასუხი მოძველდა. ეს ბიზნესის მსგავსია. დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო საპირისპიროდ ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს და ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომის დასრულება ყველაზე მეტად სწორედ მას სურს და ასევე უკრაინის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ისევ გაგრძელდება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში წარსულთან დაკავშირებითაც ვრცლად ისაუბრა. მან თქვა, რომ უსაფრთხოების გარანტიების არარსებობამ რუსეთს საშუალება მისცა დაეწყო ყირიმის ოკუპაცია, დონბასში ომი, შემდეგ კი სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე და ზელენსკი ამბობს, რომ სწორედ ამის გამო ითხოვს ნამდვილ უსაფრთხოების გარანტიებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ძირითადი სცენარი არის პოზიციების შენარჩუნება და სათანადო დიპლომატიისთვის პირობების შექმნა, რათა მივახციოთ ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას სამართლიანი მშვიდობით. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, ნამდვილი და სამართლიანი მშვიდობა და არა უსასრულო ომი. უსაფრთხოების გარანტიები აუცილებელია. 11 წლის წინ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების არარსებობამ რუსეთს საშუალება მისცა დაეწყო ყირიმის ოკუპაცია და ომი დონბასში. მოგვიანებით უსაფრთხოების გარანტიების არარსებობამ რუსეთს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების საშუალება მისცა და ახლა მკაფიო უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო რუსეთი განაგრძობს ამ ომის გაღვივებას. მსოფლიო ხედავს ამას და მსოფლიო აღიარებს ამას. რაც შეეხება შტატების მხრიდან უკრაინის დახმარებას, ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ არაერთმა მედია საშუალებამ დაწერა ინტერნეტში, თუმცა CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ დაუდასტურეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო დახმარებას უწყვეტს უკრაინას, თუმცა ამ და ყველა კითხვაზე არსებულ კითხვებზე, რომელიც გაჩნდა ამ პერიოდის განმავლობაში, დონალდ ტრამპისგან მსოფლიო პასუხებს მიიღებს სავარაუდოდ ჩვენი დროით დღეს საღამოს, როდესაც ამერიკის 47 პრეზიდენტი წარსდგება კონგრესის წინაშე და მას პირველი სიტყვით გამოსვლა ექნება პრეზიდენტობის შემდეგ. მადლობა, ლიკა ალელიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ტრამპი ზელენსკის სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტს მშვიდობა არ სურს. ის აზიარებს სტატიას, სადაც ზელენსკი ამბობს, რომ ომის დასრულება ჯერ კიდევ ადრეა. ეს ყველაზე საშინელი განცხადებაა, რაც კი მას შეეძლო გაეკეთებინა. ამას ამერიკა დიდხანს აღარ აიტანს. ეს არის ის, რასაც ვამბობდი, ამ კაცს არ უნდა მშვიდობა, წერს ტრამპი. პრეზიდენტის ეს სტატუსი ილონ მასკმაც გააზიარა. ზელენსკის სამუდამო ომი უნდა დაუსრულებელი ხორცსაკები მანქანა. ეს ბოროტებაა, დაწერა ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. განცხადება გერმანიის საგარეო წყებამ სასამართლომდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი 2 საათში უნდა დაიწყოს. ტექსტში წერია, რომ გერმანია ითხოვს ნედგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ქართულ ოცნებაში ურმაგ სტანდარტზე და ქვეყნის სამართლებრივ საკითხებში უხეშ შარევაზე საუბრობენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დღეს გერმანიის საგარეო წყებას ანალენა ბერბუკის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიებები შეაგზავნეს. მათი ინფორმაციით, ბოლო 4 წელში გერმანიის პროკურატურამ ასობით ადამიანზე დაიწყო გამოძიება შეურაცხყოფის მუხლით, რაც 5 წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს. ანუკა ბუავა უერთდება ახლა კურიერს, ის პირდაპირ ეთერშია. ანუკა, გისმენთ. გერმანიის საგარეო უწყებამ ეს განცხადება სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა პროცესამდე ერთი დღით ადრე, როგორც აღნიშნეთ და ის მოითხოვს ამ განცხადებით, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული. ბუნებრივია ამ პოზიციას მოხვა გამოხმაურებები მმართველი გუნდის მხრიდან. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი, ვინაიდან თავად გერმანიაში გაცილებით მკაცრი კანონები მოქმედებს, თუნდაც პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით ან შეურაცხყოფის არაერთ ფაქტ დაკავშირებით შესაბამისად სახელმწიფო გუნდი მოუწოდებს გერმანულ მხარეს მსგავსი პოზიციებისა და განცხადებებისგან თავი შეიკავოს. ეს თემა თვითონ რაც არის დაკავშირებული მზია ამაღლობელთან არის ასევე ორმაგი სტანდარტით შეფასებული გერმანიის მხრიდან, ვინაიდან აი ამ სიტუაციაში ვითარების დაძაბვისაკენ მოუწოდებს ეს კონკრეტული ქმედება, რასაც პოლიციელისათვის ხელის დარტყმა ქვია. ვერცერთ გერმანელ პოლიციელს არათუ ხელს ვერ დაარტყავ, არამედ ხელს ვერ ახლებ, ისე რომ ამას არ მოყვეს შესაბამისი ხისტი მოქმედება. ხისტ მოქმედებას რო თავი დავანებოთ, კანონის წინაშე რასაკვირველია პასუხისმგებელი ხარ. აქედან გამომდინარე ორმაგი სტანდარტი სამწუხაროა და ახასიათებს არა მარტო გერმანიას. ხალხის ზალაში დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიებები გაიხსენეს ანალენა ბერბოკის მხრიდან. როგორც დღეს ხალხის ზალაში თქვა, ასობით საქმე არის აღძრული და მიმართული პროკურატურისთვის. შესაბამისად, ასობით ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება. მოგვიანებით კი, როგორც ხალხის ზალაში ამბობენ, ეს ადამიანები დაჯარიმდნენ მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატუსების გამო. შესაბამისად, უკვირთ პოლიტიკურ გაერთიანებაში გერმანული მხარის მსგავსი დამოკიდებულება. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებები არის ერთგვარი გამოსავალი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ გაითვალისწინოს, რომ მზია ამაღლობელი მათივე თქმით არის უკანონო პატიმრობაში. შესაბამისად ამბობენ, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული და იზიარებენ თავად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას. აქ ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე, ხო? ადამიანის სიცოცხლეს, რომელიც უკანონო პატიმრობაშია, რაღაც ეს ლოყაზე ხელის მიდების გამო. ვინ უნდა მოითხოვოს კიდე რომ მზია ამაღლობელი გამოუშვან ამ აბსურდული პატიმრობიდან. თვითონ ხო ძალიან კარგად იციან, რომ აბსურდულ პატიმრობაში. ამიტომ რაღაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მე გამოსაძრომი უპოვა ახლა და მათ დაუჯერონ და გამოიყვანონ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს რამდენიმე ასეული შემთხვევა, როდესაც უჩივლა გერმანიაში მოქალაქეებს, ასობით მოქალაქეს და ბევრი მათგანი დააჯარიმეს იმის გამო, რომ სოციალურ ქსელში ბერბოკს ვიღაცამ უწოდა სულელი მინისტრი. აი ამის გამო უჩივლა მოქალაქეს. და ეხლა ჩვენ ჭკუას გვასწავლის, რომ თურმე სოციალურ ქსელში რომ მას შეურაცხყოფას მიაყენებენ, ეს დასჯადი უნდა იყოს და პოლიციას რო გაარტყავ სილას ესეთი პატიმარი უნდა გამოუშვა ციხიდან და უკაცრავად გაშიფრული ხართ ქალბატონო ბერბოკ და არ გამოგივათ ახლა ეს ორმაგი სტანდარტები. შესაბამისად ქართული საზოგადოება ხედავს, რომ სამწუხაროდ გერმანიაშიც deep state-ი ჯერჯერობით ბობოქრობს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, როგორც ამერიკელმა ხალხმა, ასევე გერმანელი ხალხი დაამარცხებს deep state-ს გერმანიაში. მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ამ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს 2 საათისთვის არის ჩანიშნული. მადლობა კურიერის პირდაპირ ეთერში ანუკა ბუავა იყო.
ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებზე პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ წერს სოციალურ ქსელში. შალვა პაპუაშვილის CNN-თან მაიკლ რუბიოს ინტერვიუს ფრაგმენტს აქვეყნებს. სანქციებზე და ინტერნეტზე გამახსენდა შტატების სახელმწიფო მდივანი. ამ ინტერვიუში მართალია არ ასახელებს, რომელი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა უთხრა, რომ აჯობებს უკრაინელებმა ერთი წელი კიდევ იომონონ. თუმცა სხვისი სისხლით, სხვისი ცრემლით და სხვისი ხელით გულადები, რომელი ქვეყნების ხელისუფლებები არიან, ეს მგონი საჯაროდაც კარგად ჩანს, წერს პარლამენტის სპიკერი. როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი სხვაგვარად? მე ვკითხე მათ რა არის ევროპის გეგმა ამ ომის დასასრულებლად. შემიძლია გითხრათ თუ რა მიპასუხა ერთ-ერთმა ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა. რა თქმა უნდა არ ვაპირებ მისი ვინაობის გამხელას, თუმცა მან მითხრა, ომი კიდევ ერთი წლით გაგრძელდება და ამ დროისთვის რუსეთი იმდენად დასუსტდება, რომ ის მშვიდობას შეგვევედრება. ეს ყველაფერი ომის სიკვდილისა და განადგურების კიდევ ერთ წელს ნიშნავს და ამავდროულად ჩემი შეხედულებით ეს არ გახლავთ ძალიან რეალისტური გეგმა. თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში უნდა გადაიხედოს. ვენეციის კომისია აცხადებს, რომ კანონპროექტები ნაჩქარევად დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გარეშე მიიღეს. მართლ გუნდში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რატომ მოხდა ცვლილებების მიღება დაჩქარებულად, მათი განცხადებით ეს განპირობებული იყო ქვეყანაში არსებული ვითარებით. ლელა ჯავახიშვილი გვერდება მეტი ინფორმაციით. ლელა, რა წერია დასკვნაში და როგორია შეფასებები თბილისში? ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შეკრება მანიფესტაციების დროს კონკრეტულ სამართალდარღვევებზე, მაგალითად ნიღბების და ტექნიკური საშუალებების გამოყენებაზე დაწესდა ჯარიმა, სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებისთვის, პოლიციელის დაუმორჩილებლობის ან შეურაცხყოფისთვის კი სანქციები გამკაცრდა. პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო. ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა სწორედ ამ საკითხს ეხება. დასკვნაში წერია, რომ კანონპროექტები არ არის მიღებული დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით და ეს აჩენს კითხვებს მის ლეგიტიმურობაზე. დოკუმენტის მიხედვით ასევე არ არის ადეკვატურად დასაბუთებული შემზღუდველი ნორმების პროპორციულობა და ასევე საუბარია იმაზეც, რომ სანქციები ზედმეტად მკაცრი ჩანს. მართლ გუნდში ამბობენ, რომ ვენეციის კომისია საკითხს მხოლოდ სამართლებრივად აფასებს და არ ითვალისწინებს პოლიტიკურ კონტექსტს, რაც გახდა მთავარი მიზეზი მათივე განმარტებით კანონის მიღების, რადგან მაშინ ეს გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული. ვენეციის კომისია არის სამართლებრივ მხარეს უკეთებს ანალიზს და აბსოლუტურად არ იხედება იქ ამ მდგომარეობა იმ სახელმწიფოში, სადაც რომელიმე კანონს ან დაჩქარებული ან რეგულარული წესით იღებენ. აბსოლუტურად არ აინტერესებს იმათ პიროტექნიკას ესვრიან, პოლიციას, ქვებს თუ მოლოტოვის კოქტეილებს. რეალურად ეს სიტუაცია, რაც იყო საქართველოში შექმნილი, ასეთი წესით ითხოვდა კანონის მიღებას და მაშინ მე მგონი თავად ის ხალხიც დაგვეთანხმება, რომლებიც მოუწოდებდნენ ხალხს რევოლუციისაკენ. რაღაც კანონი დროზე უნდა მიიღო, რომ აი ამ პროცესს განვითარება არ ქონდეს, რომელიც ქვეყანას გინგრევს. რაც შეეხება ვენეციის კომისიას, მისი ხასიათი შინაარსი არ ითვალისწინებს ადგილობრივი პოლიტიკური ვითარების შეფასებას. საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში გაკეთდა განცხადებაც იმის შესახებ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა პოლიტიკურად მოტივირებულია, განსხვავებით ოპოზიციისგან, სადაც მიაჩნიათ, რომ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონები არღვევს როგორც საერთაშორისო სამართალს, ისე კონსტიტუციას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს კანონები საერთოდ გასაუქმებელია. ეს ჯარიმები არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, არამედ ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ამიტომ ჩვენი გეგმა არის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყველა ამ ჯარიმის გაუქმება. უფრო მეტიც, ლელოს და ძლიერი საქართველოს ამოცანა არის ის, რომ მთლიანად გაუქმდეს ის კოდექსი, რომელშიც ცვლილებების შეტანით არის დაკავებული ქართული ოცნება. მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებთ, რომ ახლა იდავონ ამ ჯარიმების წინააღმდეგ ყველა ინსტანციაში. სამწუხაროდ ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ინსტიტუცია, მათ შორის ვენეციის კომისია, დაექვემდებარა deep state-ს, იგივე გლობალური რომის პარტიას. და როცა აღიდგენენ ისინი იმ სტატუს quo-ს, რასაც ქვია სამართლებრივი შეფასება და ასე შემდგომ, ამ შემთხვევაში იქნება მერე ნამდვილად საინტერესო. არ არის ვენეციის კომისიის საქმე, რომ პოლიტიკური დასკვნები აკეთოს.
სამწუხარო მოცემულობა ეს არის, რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის წინ და რამდენიმე კვირის წინ. ამიტომ კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა რომ ურთიერთობა გქონდეს ყველა ნორმალურ ინსტიტუტთან, მათ შორის რა თქმა უნდა ვენეციის კომისიასთან, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ თუ ის შეიცვლის ამ პოლიტიკას და მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით დაწეს დასკვნას, მაშინ იქნება ეს საინტერესო. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ გადახედოს მიღებულ ცვლილებებს და განახორციელოს სათანადო კანონშემოქმედებითი პროცესი დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. მადლობა, ეს იყო ლელა ჯავახიშვილის კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობდა. დღეს პარლამენტში პირველი მოსმენით უყრიან კენჭს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს. მას შემდეგ, რაც პარლამენტი ამ ინიციატივას მიიღებს, გაუქმდება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მთავარი მიზანი გარეჩარავებისგან დაცვა, ქვეყანაში შემოსული ფინანსების გამჭვირვალობა კი აუცილებელია. დღესვე პარლამენტმა პირველი მოსმენით უნდა განიხილოს ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონშიც. მართლ გუნდში განმარტავენ, რომ რეგულირება ბრიტანული სტანდარტით მოხდება. მთავარი მიზანი კი ბალანსია გამოხატოს თავისუფლებასა და ადამიანის სხვა უფლებებს. დიდ ბრიტანეთში მოქმედებს რეგულაციები მედიასთან დაკავშირებით. თუ ვინმეს აქვს პრობლემა და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს არის ცუდი კანონები და კანონმდებლობა, მაშინ მიმართონ ბრიტანეთის ხელისუფლებას. შესაბამისად, თუ ბრიტანეთში კარგად მოქმედებს ეს მედია რეგულაციები, საქართველოშიც აუცილებლად იმოქმედებს, იმიტომ რომ შეეჩვევა ყველა ტელეკომპანია, რომ სიმართლე უნდა მიაწოდოს ადამიანებს და თუ ტყუილს მიაწვდის, პასუხიც უნდა აგოს. ჩვენ როგორც დავაანონსეთ, მხარს დაუჭერთ ფარას კანონს ერთ-ერთში გადმოტანას ამ კანონის, მიუხედავად იმისა, რომ 2 წლის წინ ჩვენ ხალხისგან დავაინიცირეთ და მაშინ მაინც იქნა არჩეული უფრო ლიბერალური კანონის მიღება, გამჭვირვალობის კანონს გულისხმობ. დღეს უკვე რეალურად ჩვენ მხარს დაუჭერთ ქართული ოცნების ამ ინიციატივას ხალხის ძალა გამომდინარე იქიდან, რომ აღარ დარჩეს არანაირი სპეკულაციების ველი. და ფარას კანონის მიხედვით, როგორც ეს ამერიკაში ხდება, იქნება დაცული სახელმწიფო იმ უცხოური თანხების გადმორიცხვისგან, რომელიც არის მიმართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. და ეს მარტო თეორიის დონეზე კი არ არის დამტკიცებული. პრაქტიკულად დაამტკიცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამ უსაფრთხოების აუცილებლობა. დასავლეთ საქართველოში სტრიქის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. გურიაში საკოორდინაციო შტაბის მორგის ხდომა გაიმართა. საუბარი შეეხო გზის გაწმენდით სამუშაოებს. ითქვა, რომ რეგიონში ცენტრალური და შიდა სასოფლო გზების ძირითადი ნაწილი თოვლისგან უკვე სრულად გასუფთავებულია. საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით გრძელდება მიკროშტაბების მომარაგება. ბოლო მონაცემებით სტრიქი დაზარალებული მოქალაქეებისთვის 10,000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. წერტილოვან დაზიანებებზე კი აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. 24 საათიან რეჟიმში ჩვენი თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას და მყისიერ რეაგირებას ჩვენი მოქალაქეების საჭიროებაზე. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ყველა ის ოჯახი, რომელიც დააზიანა სტიქიამ, იქნება მათთვის აღმოჩენილი დახმარება შესაბამისი და მყისიერი რეაგირება ექნება. უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც დაითვლის ზარალის ოდენობას. ინტენსიურად მიმდინარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები. აბსოლუტურად ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია გარდა სურებისა. სურებშიც კვლავ აქტიურად გრძელდება ცენტრალურ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები. ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი უკლებლივ ყველა სოფელს და ყველა ოჯახს მიეწოდება. შიდა სასოფლო ცენტრალური გზების გაწმენდილია, გადასულებივად უკვე შიდა სასოფლო საუბნო გზების გაწმენდაზე. მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია მიეწოდება 100%-ით ყველამ ადამიანს, ყველა აბონენტს. მედიკამენტების და საკვები პროდუქტების დარიგება აქტიურად მიმდინარეობს. მარაგი ძალიან დიდია და შემდეგი დღეების განმავლობაშიც გავაგრძელებთ მედიკამენტების და საკვები პროდუქტების დარიგებას. იაპონიაში უკვე ერთი კვირა ხანძარს ებრძვიან. დამწვარია ქალაქ ოფუნატოს ტყის 2,000-ზე მეტი ჰექტარი. დაღუპულია ერთი მოქალაქე. განადგურებულია 10-ობით სახლი. ევაკუირებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. მეხანძრეებთან ერთად ადგილზე მობილიზებულები არიან სამხედროებიც. წყალდიდობა პერუში სტიქია ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია და მდინარეები. ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებიდან ევაკუირებულია მოსახლეობა. განადგურებულია 1000-ობით სახლი. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.
ნარკოტიკის რეალიზაციის საქმეზე 2400-მდე ადამიანი დააკავეს თურქეთში. სპეცოპერაცია ქვეყნის 76 პროვინციაში 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ამოღებულია 1500-მდე კილო ნარკოტიკი. მასშტაბურ სპეცოპერაციაში 3500-მდე ქვედანაყოფი მონაწილეობდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო ავიაცია და კინოლოგიური სამსახური. 30 ადამიანი დაშავდა ავტოავარიის დროს ბარსელონაში. ქალაქის ცენტრში ერთმანეთს 2 ავტობუსი შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. 4-ის მდგომარეობა მძიმეა, დაწყებულია გამოძიება. კანადისთვის და მექსიკისთვის დაწესებული 25%-იანი ტარიფები ძალაში 4 მარტს შევა. განცხადება ტრამპმა ტექსასში პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. საპასუხოდ კანადა ამერიკულ პროდუქციაზე 25%-იან გადასახადებს აწესებს. განცხადება გავრცელა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ. 4 მარტიდან ამერიკა ჩინურ საქონელზე დაწესებულ 10%-იან ტარიფებსაც აორმაგებს. საპასუხო ტარიფს შემოიღებს ჩინეთიც. რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა. მას სასუნთქი გზების მწვავე უკმარისობის 2 ეპიზოდი ჰქონდა, ამიტომ ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია უტარდება. ინფორმაცია ვატიკანის საინფორმაციო სააგენტომ გავრცელა. შეგახსენებთ, რომ პაპი 2 კვირაზე მეტია საავადმყოფოში ორმხრივ პნევმონიას მკურნალობს. შემოსავლების სამსახურის საბიჯო დეპარტამენტის თანამშრომლები ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მათ წარადგინეს პრეზენტაცია ახალი სატრანზიტო სისტემის შესახებ. დაისვა კითხვებიც. პირველი თებერვლიდან საქართველოს შეუერთდა ერთიან სატრანზიტო სისტემას, ეგრეთ წოდებულ NCTS, რომელიც არის გათვალისწინებული საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების ხელშეკრულებით და რომელიც აერთიანებს 37 წევრ ქვეყანას. ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად შედგა შესანიშნავი დისკუსია, იყო დასმული კითხვები, რომელსაც გაეცა მომწურავი პასუხი. საქართველოში აღებული T1 დოკუმენტით შესაძლებელი ხდება შეუფერხებლად აი 77 ქვეყანაში გადაადგილება ტვირთების, როგორც პირიქით ამ ტვირთების უკან მიღება. ეს ამარტივებს ბიზნეს ოპერაციებს, ამარტივებს ტვირთების გადაადგილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვაჭრობის ხელშეწყობის ნაწილში და ბიზნესისთვის, თუმცა ჩვენ როგორც ქვეყანას, რა თქმა უნდა, გვაახლოებს მუზარ-მაზარ სივრცეში და ყველაზე ძირითადი ნაწილი მაინც ამ სივრცის არის ევროპული ნაწილი და ევროპული სივრცის ნაწილი ხდება ამით ჩვენი სახელმწიფო. თორნიკე რიჟოძემ აჭარის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე წარადგინა. კულტურის სამინისტრო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოიყო და დამოუკიდებელ უწყებად ყალიბდება. მაია ხაჯიშვილი ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სფეროს უხელმძღვანელობს, კულტურის მიმართულებას კი ელისო ბოლქვაძე ჩაიბარებს. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, არის იუნესკოს მშვიდობის ელჩი, ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი და საქველმოქმედო ფონდ ლირას დირექტორი. ჩემს ქვეყანას ემინდა ქაბატონელისთვის მიულოცო და წარმატებით ვიღეთ გადაწყვეტილება არსებული განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან ცალკე სამინისტრო ჩამოყალიბებული იყო აჭარის კულტურის სამინისტრო, რომელიც დამოუკიდებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას. აჭარას ნამდვილად დააქვს უდიდესი პოტენციალი. მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ახალი სამინისტროს ხელმძღვანელი მინისტრი ქალბატონი ელისო ბოლქვაძე. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი პატივი მემსახურო ჩემს ქვეყანას. ძალიან დიდი და განსაკუთრებული მადლობა მინდა, რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდს გადაუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს და რა თქმა უნდა ბათუმი, აჭარა, ეს არის ის რეგიონი, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი და სადაც კულტურა იქნება ყოველთვის იყო და ეხლაც იქნება ძალიან განვითარებადი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავაკეთებთ ძალიან საინტერესო პროექტებს. ეს იყო ბოლო ინფორმაცია დღის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე rustavio.gt